რატომ გვეწყება პანიკური შეტევის შემდეგ მუდმივი შფოთვა? წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ გარკვეული მიზეზების გამო დაგიწყოთ პანიკური შეტევა. სულ პირველი. რა ხდება იმ დროს? გვეწყება სიმპტომები, როგორიც არის გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, გულის წასვლის შეგრძნება, ნამდვილი ჯოჯოხეთი. რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველად ხდება, იმ დროს არ ვიცით რა მოხდება, გადავრჩებით, არ გადავრჩებით, ვინმე გვიშველის და გვეხმარება. იმ დროს ჩვენი ტვინი განიცდის ძალიან დიდ სიკვდილის შიშს და როგორც ვიცით, ეს არის ყველაზე დიდი შიში ადამიანისთვის. და ამ ძაფრ შიშს ინახავს ჩვენი ქვეცნობიერი გონება და ხდება როგორც მატრაუმირებელი მომენტი. ადამიანისთვის ყველაზე საშიში მდგომარეობა იწყება შემდეგ, პანიკური შეტევის შემდეგ. ეს არის შფოთვა. შფოთვა ამ შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ ერთს. შიშობთ წინასწარ, არ განვიცადოთ ისევ ის შიში, რაც პანიკური შეტევის დროს ჰქონდა. ვაიმე კიდევ არ მოხდეს, კიდევ არ დაგვემართოს და ასე შემდეგ. თავიდან ჩვენ ამ შფოთვას ძალიან კარგად აღვიქვამთ. ზუსტად ვიცით, რატომაც გვაქვს, მაგრამ როცა გადის დრო, ჩვენ უკვე ამას აღარ ვაქცევთ ყურადღებას. იმიტომ რომ ვეგუებით, თითქოს როგორც მშობლიური ისე გახდა, მაგრამ ეს შეგუება არ ნიშნავს, რომ შფოთვა სადმე წავიდა. მან უბრალოდ გადაინაცვლა უკანა პლანზე. და ეს შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტების ან სხვა მედიკამენტების ხარჯი. მაგრამ ის შფოთვა შემდეგ ფონად სულ მუშაობს. სულ განგაში გვაქვს ჩართული. ჩემთან მოსული ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ უენერგიობა აქვთ დილიდან. შეუძლებელია სხვანაირად იყოს. სანამ შფოთვა შენს სხეულსა და გონებაში ფონად მუშაობს. თქვენ უბრალოდ წარმოდგენას არ გაქვთ, რამდენი სასიცოცხლო ენერგია სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რომ ამ მუდმივ შფოთვას გაუმკლავდეს, ისე რომ ჩვენი ყოველი წამი ჯოჯოხეს არ ჰგავდეს. აი ზუსტად ეს შეგუების მდგომარეობა ადამიანისთვის ყველაზე საშიში. ისე ილევა ამ შეგუებაში მისი ცხოვრება, რომ ვერ წვდება. მისი პროდუქტიულობის 100%-დან მხოლოდ 10% რჩება. სადაც აღარც მისი თავისთვისა, აღარც მისი ოჯახისთვის და აღარც არავისთვის. დრო გადის და ის კი შემდეგ რაღაცა ელოდება სასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ ეს სასწაული ძალიან ხშირად არ ხდება და ეს პრობლემა თავისთვის არ ქრება. ეხლა კი მინდა გითხრათ კარგი ინფორმაცია ჩემოკარგებო, ვინც არიცით, მე ვარ თემო ნემსიწვერიძე, ჰიპნოთერაპევტი, ოსტატი ქვეცნობიერთან მუშაობის საკითხში და მე თქვენი დახმარება შემიძლია, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოთ ამ საშინელ მდგომარეობას, დაიბრუნოთ სიმშვიდე და გათენებული დღის ხალისი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გვაქვს ორი ძალიან ძლიერი მეთოდი. პირველი არის ინდივიდუალური თერაპია, ხოლო მეორე არის შფოთვის ონლაინ კურსი. დაწვრილებით ინფორმაციისთვის კი დაწერეთ კომენტარებში კონსულტაცია. მოგივართ შეტყობინება მესენჯერში, იქ დატოვებთ თქვენს ნომერს, შემდეგ დაგირეკავთ, გაგესაუბრებით, სადაც დაწვრილებით მიიღებთ ყველა ინფორმაციას. რა ხდება, რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და ასე შემდეგ. ამ კვირაში დარჩენილია მხოლოდ 5 ადგილი. ასევე გაუზიარე ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება. და თქვენი წყალობით ამ ვიდეოს ელოდებიან. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.